შურის ძიება, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. შურის ძიება, რომელიც არამხოლოდ მოედანზე, ფეხბურთის თამაშში, არამედ კონკრეტულ ჟესტებშიც გამოიხატა. მაშინ იუვეს ვარსკვლავმა, კრისტიანო რონალდომ გაიხსენა დიეგო სიმეონეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟესტი, რომელიც არგენტინელმა მწვრთნელმა ამ დაპირისპირების პირველ თამაშში აჩვენა და ტურინში შესრულებული სენსაციური ჰეტ-ტრიკის შემდეგ იგი გაიმეორა. კონტექსტი კი ასეთი იყო. 20 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ თამაშში ატლეტიკომ იუვე მადრიდში 2-0 დაამარცხა და დიეგო სიმეონემ გააკეთა ის, რაც უეფამ წესების დარღვევად მიიჩნია. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ატლეტიკოს მწვრთნელი 20,000 ევროთი დააჯარიმა, ხოლო სიმეონემ განმარტა, რომ ჟესტით საკუთარი გუნდის ფანებს მიმართა და მათ შეახსენა, რომ გუნდს დიდი კოხონეს აქვს. საპასუხო თამაში ტურინში იუვეს კამბეკით, 3-0 გამარჯვებით და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ჰეტ-ტრიკით დასრულდა. რონალდომ კი თავისი გმირობის შემდეგ სიმეონეს შეახსენა, თუ ვის უფრო დიდი გენიტალიები ჰქონდა. თამაშის შემდგომ სიმეონემ რონალდოს აღნიშვნაზეც ისაუბრა, თუმცა არგენტინელი მწვრთნელი გაბრაზებული საერთოდ არ იყო. მისი აზრით კრისტიანომაც მის მსგავსად თავის ხალხს, მის ფანებს მიმართა და საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინა. მაგრამ კრისტიანო ამ დროს ალბათ სწორედ ატლეტიკოს მწვრთნელზე ფიქრობდა. მით უმეტეს მადრიდული გუნდი კარიერაში მისი ერთ-ერთი საყვარელი მეტოქე იყო. ატლეტიკოს წინააღმდეგ ჩატარებულ 33 თამაშში რონალდომ 25 გოლი გაიტანა. ამ ჰეტ-ტრიკის დროს კი მას ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, ვიდრე მთელს მადრიდის ატლეტიკოს თავისი ისტორიის განმავლობაში. რონალდოსადმი დამოკიდებულება ყოველთვის ამბივალენტური იყო. ბევრს აღიზიანებდა მისი ეგოცენტრიზმი, ჩაგდებული ტურნირების ანაკრებო დონეზე, ინტერვიუები პირს მორგანთან. ალბათ ფეხბურთში ასეთი ჰოუმლენდერი საჭიროა. ათოსური, თავის თავზე შეყვარებული მოთამაშე, რომელიც საკუთარი ძლევამოსილებით ტკბება. მაგრამ ამ ყველაფრის უკან იდგა ადამიანი, რომელმაც იმდენად მანიაკალურად იმუშავა საკუთარ თავზე, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გამოთავა. ფეხბურთს ახსოვს რონალდოზე ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საკუთარი პოტენციალის ნახევრის რეალიზებასაც ვერ ახერხებდნენ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კი საკუთარი პოტენციალის 1000%-ით რეალიზება მოახერხა, რადგან უყვარდა არა ფეხბურთი საკუთარ თავში, არამედ საკუთარი თავი ფეხბურთში და შურის ძიებაც მას ყველაზე ეფექტურად შეეძლო. წარმოიდგინეთ სიძულვილი, რომელიც ყელში გეჩხირება, იმედგაცრუება, რომელიც მუცელში გიჭერთ, უსამართლობის მწარე გრძნობა, რომელსაც ვერ ივიწყებთ და შემდეგ უეცრად მოედანზე ჩნდება მომენტი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ერთი ზუსტი დარტყმა, ერთი მოულოდნელი შეცდომა, ერთი სიმბოლური ჟესტი და აი, წარსულის ჭრილები უკვე უკან იხევს. ეს არ არის სცენარი ჰოლივუდური ბლოკბასტერიდან, ეს არის რეალური ფეხბურთი, სადაც დრო და სამართლიანობა ზოგჯერ ერთად ცეკვავენ. დღეს ჩვენ შევხვდებით იმ ისტორიებს, სადაც დათესილი ბოროტება მოედანზევე იმკის თავის სასჯელს. და შენ რომელი ასეთი მომენტი გახსენდება? დაწერე კომენტარებში და რა იცი, იქნებ მომდენო ვიდეოშიც მოხდეს ეგ მომენტი. ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მოემზადეთ სანახაობრივი მოგზაურობისთვის ფეხბურთის ყველაზე კარმულ და შურისმაძიებელ მომენტებში. ვიდეოს ბოლომდე უყურე, რათა იხილო, როგორ წერს ფეხბურთის საკუთარ, ხშირად დაუნდობელ სამართლიანობას. როჯერ გედეშის შესახებ ალბათ ბევრს არ გსმენიათ. მორიგი ბრაზილიელი ტალანტი, რომელმაც საკუთარი პოტენციალის რეალიზება ვერ მოახერხა. მაგრამ ის კარიერაში შურიძეების ლამაზი ისტორია არის. 2016 წელს გედეში პალმეირასში გადავიდა. 2017 წლის იანვარში გაბი ჟეზუსის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერის შემდეგ ფორვარდის ვაკანტური პოზიცია სწორედ მას უნდა შეევსო. გედეშმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხაც გაიზარდა, მაგრამ პრობლემები სხვა მხრიდან გამოჩნდა. 21 წლის გედეში გუნდში ავტორიტეტის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ თანაგუნდელები მას არ აფასებდნენ. მოგვიანებით ინტერვიუებში როჯერი იხსენებდა, რომ ფელიპე მელო და სხვა ავტორიტეტული ფეხბურთელები მას მუდმივად ეხუმრებოდნენ. სიტუაცია კი კონტროლიდან სწრაფად გავიდა. ვარჯიშების დროს იგი მწვრთნელებისა და სხვა ფეხბურთელებისგან ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას განიცდიდა. ვიდეო ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. გედეშმა გუნდი დატოვა და ატლეტიკო მინეიროში გადავიდა, სადაც 20 თამაშში 11 გოლი გაიტანა. 2018 წელს კი ჩინეთში გაემგზავრა და იქ საკმაოდ წარმატებული კარიერა აწყო. მაგრამ გედეში სამშობლოში დაბრუნება და ოჯახთან ყოფნა სურდა. შესაძლოა გულის სიღრმეში შურის ძიების გეგმასაც ამზადებდა. 2020 წელს მან კონტრაქტი კორინთიანსთან გააფორმა. 2021 წელს კი პალმეირასთან დაპირისპირების დროც დადგა. გონსალომ 2 გოლი გაიტანა და კორინთიანს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. გედეში სრულფასოვანი შურის ძიება 4 წლის შემდეგ შედგა. ფეხბურთში ცოტა ვინმე თუ შეძლო კაილ უოკერის ფიზიკურ ორთაბრძოლაში დაჩაგვრა. მაგრამ ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ვარსკვლავმა ხუან მატამ ერთხელ ეს წარმოუდგენლად ეფექტურად მოახერხა. 2010-იანების დასაწყისში ესპანელი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი იყო,
რომლის პიკური სეზონიც 2012-2013 წლებში შედგა. მაშინ მატამ ჩელსიში ჩატარებულ 64 თამაშში 20 გოლი გაიტანა, ევროპა ლიგა მოიგო და პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა. ოქტომბრის ბოლოს არისტოკრატები ინგლისის ჩემპიონატს სათავეში ედგნენ და სტუმრობა მეზობლად ტოტენჰემთან მოუწიათ, რომელსაც ლურჯების ყოფილი ხელმძღვანელი ანდრე ვილაშ-ბოაში წვრთნიდა. ჩელსიმ White Hart Lane-ზე 4-2 მოიგო, ხოლო მატამ 3 წუთის განმავლობაში 2 გოლი გაიტანა და თამაშის ბოლოს საგოლე გადაცემად შეასრულა. ეს პასი Kyle Walker-ს არასდროს დაავიწყდება. როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 3-2 იყო, მატამ ბურთი აუტის ხაზთან გააჩერა და შემოbrunდა, რომ თამაში გაეგრძელებინა. ამ დროს უოკერმა სრული სიჩქარე ჩართო, ბურთზე პირველი აღმოჩნდა და იგი მთელი ძალით აუტში მყოფ მატას მოარტყა. ესპანელი უკმაყოფილო იყო და ეს ინგლისელი მცველის მიმართ ღიად გამოხატა. შური კი მატამ რამდენიმე წუთში იძია. აუტის ხაზთან უოკერთან ორთაბრძოლაში შევიდა, მას ბურთი მოპარა, საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ ძალთან მყოფ დანიელ სტარიჯს დაუგორა, რომელმაც სარიელ კარში შეაგორა და არისტოკრატთა 4-2 გამარჯვება გააფორმა. Kyle Walker-ი ეპიზოდს თავდახრილი და იმედგაცრუებული უყურებდა. სეზონის ბოლოს იგი ჩელსისთან დამარცხების მნიშვნელობას მიხვდა. ლურჯებმა ტოტენჰემს მხოლოდ 3 ქულით გაასწრეს. Walker-ის გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩელსისთან იმ შეხვედრაში დამარცხების გამო ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. 2001 წელს მანჩესტერული დერბის შემდეგ ყველა როი კინზე საუბრობდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე იგი თამაშიდან გააძევეს. ირლანდიელმა კაპიტანმა ერლინგ ჰოლანდის მამას, ალფი ჰოლანდს მუხლში ჩაარტყა და ბევრის აზრით შურიც იძია. მანამდე ლიცის შემადგენლობაში მოთამაშე ჰოლანდმა კინი მძიმედ დაამტვრია, რის გამოც მანჩესტერის კაპიტანს 9 თვის გამოტოვება მოუწია. ამ უხეშობისთვის როი კინი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 5000 ფუნტიანი ჯარიმით დაისაჯა. მაგრამ ჯარიმა 2002 წლის აგვისტოში მისი ავტობიოგრაფიის გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა, სადაც კინმა პირდაპირ თქვა, რომ ჰოლანდის დალეწვა სურდა და მას მუხლში შეგნებულად ჩაარტყა. ამ აღიარების შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კინი ფეხბურთის რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა. ირლანდიელს კიდევ 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 150,000 ფუნტიანი ჯარიმა გამოუწერეს. მიუხედავად გულშემატკივრების და მედიის ღია კრიტიკისა, მომდევნო ინტერვიუებში როი კინი იმეორებდა, რომ საკუთარ საქციელს არ ნანობს. ჩემი დამოკიდებულება იყო, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. რაც თავად ჩაიდინა, იგივე დაიმსახურა. ჩემი ცხოვრების კანონია, თვალი თვალის წილ. კინი მუდმივად აღნიშნავს, რომ ახლაც იგივეს გააკეთებდა. ალფი ჰოლანდს ამის შემდეგ მთლიანი საფეხბურთო მატჩი არ ჩაუტარებია. მან დაასრულა ეს შეხვედრა და მომდევნო თამაში 68 წუთი ითამაშა. ხოლო მის კარიერას ბოლო არა მარჯვენა მუხლის, სადაც კინმა ფეხი ჩაარტყა, არამედ მარცხენა მუხლის ტრავმა მოუყო, რომელიც ერლინგის მამას ქრონიკულად აწუხებდა. ჰოლანდების შურისძიება კი 10 წლეულების შემდეგ დადგა. ერლინგმა ორ მანჩესტერულ გუნდს შორის არჩევანი ცისფერ მხარეზე გააკეთა და იუნაიტედის კარებში გატანილი გოლებით ტრიბუნაზე მყოფ მამას განსაკუთრებით ახარებს. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დეკლან რაისი კუთხურის შემდეგ, რომლის ჩაწოდებამდეც ტოტენჰემის ფანი მას შეურაცხყოფას აყენებდა, ხმამაღლა იცინოდა. კუთხურს ამ ფანის საყვარელი გუნდის კარებში მესამე გოლი მოჰყვა. კაი ჰავარცის გოლის შემდეგ კი კამერებმა იმედგაცრუებული გულშემატკივარი დააფიქსირეს, რომელიც გასასვლელისკენ მიდიოდა. რაისმაც არ დაივიწყა ფანი, გოლის შემდეგ ეგრევე მისკენ შეტრიალდა, წარმატება აღნიშნა და თანაგუნდელების ზეიმს მხოლოდ შემდეგ შეუერთდა. თამაში კი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და მეტოქეებს უმთავრესმა მტრებმა შეხვედრა კინაღამ დაუქამბექეს. პირველი ტაიმის 3-0 მოგების შემდეგ ჯერ კრისტიან რომერომ შეამცირა ანგარიში ჩამორჩენა, ხოლო შემდეგ სონმა დეკლან რაისის უხეშობის გამო დანიშნული 11 მეტრიანი გამოიყენა. საბოლოოდ მიკელ არტეტას გუნდისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და არსენალმა იმ სეზონის ჩრდილო ლონდონურ დერბიში ორივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. იმედია დღევანდელმა ისტორიებმა თქვენშიც გამოიწვია იგივე ემოციები, რაც ჩვენში. ფეხბურთი ხომ არ არის მხოლოდ თამაში. ეს არის დრამა, სადაც სამართლიანობა ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელად იმარჯვებს. გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები კომენტარებში. მოგწერეთ, რომელი მომენტი იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი და თუ გსურთ, რომ ეს არხი განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ, თქვენი ლაიქი და გამოწერა ჩვენთვის უდიდესი მხარდაჭერა იქნება.